ღვიძლის კიბო არის ავთვისებიანი დაავადება. უნდა გამოვყოთ ორი ძირითადი ჯგუფი. პირველია ის შემთხვევა, როდესაც სიმსივნე ვითარდება უშუალოდ ღვიძლის ქსოვილიდან, ხოლო მეორე და უფრო დიდი ჯგუფი არის პათოლოგიები, როდესაც სიმსივნე მეორადად ვითარდება ღვიძლის პარენქიმაში, სხვა ორგანოში არსებული სიმსივნის გავრცელების შედეგად. ამას ეწოდება მეტასტაზები. ღვიძლის სიმსივნის სიმპტომატიკა მეტად მრავალფეროვანია და ეს დამოკიდებულია მისი ეს მრავალფეროვნება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ჯგუფზე გვაქვს საუბარი. პირველად სიმსივნეებზე თუ მეორად დაზიანებაზე, ანუ მეტასტაზებზე. პირველადი სიმსივნეების შემთხვევაში წინა პლანზეა ყრუ-ტკივილი, ზოგჯერ ძლიერიც, მარჯვენა ფერდქვეშა არეში, მუცლის ზომაში მატება, საერთო სისუსტე და რა თქმა უნდა ლაბორატორიულ მონაცემებში გვაქვს შესაბამისი ცვლილებები. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, ანუ მეტასტაზურ დაზიანებას, ამ შემთხვევაში როგორც წესი წინა პლანზეა ხოლმე პირველადი სიმსივნის სიმპტომატიკა. ანუ თუ ეს ნაწლავზის სიმსივნეზეა საუბარი, შესაბამისად სიმპტომატიკა უფრო ნაწლავური ხასიათისაა. თუ ძუძუს სიმსივნესთან გვაქვს საქმე, მაშინ შესაბამისად ძუძუს კიბოს პირველადი სიმპტომატიკა გამოდის წინა პლანზე. ღვიძლის სიმსივნეთა განვითარების მექანიზმი ძალიან მრავალ ეტიოლოგიური, ანუ ბევრი მიზეზი განაპირობებს მას. როდესაც საუბრობთ პირველად სიმსივნეებზე, პირველ რიგში უნდა ვახსენოთ ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, როგორიც არის ღვიძლის ციროზი, მაგალითად C და B ჰეპატიტები. ამ დაავადებების დროს შესაძლებელია განვითარდეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პირველადი სიმსივნე, ავთვისებიანი სიმსივნე ღვიძლის, როგორიც არის ჰეპატოცელულური კარცინომა. ღვიძლის კიბოს დიაგნოსტირებაში უმთავრეს როლს თამაშობს რადიოლოგიური კვლევის მეთოდები, როგორიც არის ულტრაბგერითი კვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია და რა თქმა უნდა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. აღნიშნული კვლევები უმრავლეს შემთხვევაში უზრუნველყოფს ღვიძლის წარმონაქმნის გამოვლენას და რიგ შემთხვევაში მის საბოლოო დიაგნოსტიკასაც. ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში აუცილებელი ხდება ბიოპსია, მორფოლოგიური მასალის აღება და მორფოლოგიური ვერიფიცირება. ინტერვენციული რადიოლოგიის მეთოდებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ღვიძლის კიბოს მკურნალობაში. პირველ რიგში უნდა გამოვყოთ ის მეთოდები, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია სიმსივნის მკვლევავი სიზარღვის სრული ჩაკეტვა, რითიც მიიღწევა ამ სიმსივნური პროცესის შეჩერება და უკუსლაც კი მივახცევთ რა უკუსლას და მის ზომაში შემცირებას, აქ უკვე შესაძლებელია ჩავრთოთ აბლაცია, ეგრეთ წოდებული აბლაცია, როდესაც მოწვის საშუალებით სრულ განეიტრალებას ვახდენთ აღნიშნული სიმსივნური პროცესის, რაც შედარებადია ქირურგიულ ჩარევასთან. New Hospitals's ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტში ჩვენ გვაქვს საშუალება გამოვიყენოთ ყველა ის მეთოდი ღვიძლის კიბოს დიაგნოსტიკის და მკურნალობისა, რომელიც არსებობს თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკაში. ეს გახლავთ გამოსახვის მეთოდთა კონტროლით შესრულებული ბიოპსიები, ჩვენ აღვნიშნეთ, ეს არის ქსოვილის მასალის აღება, ასევე ტრანსარტერიული ემბოლიზაცია, ეს გახლავთ სიმსივნის მკვებავი არტერიის დახშობა, ასევე მიკროტალღური და რადიოსიხშირული აბლაცია, რაც ნიშნავს სიმსივნური პროცესის თერმული გზით დამუშავებას, დესტრუქციას და სიკვდილს.